თქვენ დაგლოცოთ, დაგიფაროთ და დაგახაროთ ძვირფასოს მეფო და დებო. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ჩვენი დედა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების მფარველი და მოკითხეველი. გილოცავთ დღევანდელ დღეს. წმინდა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის ურგებათის მცხეთელი მამა გაბრიელის ხსენების დღეს და არტემ დიდის დიდმოწამისა და ანტიოქიელის ხსენების დღეს. ღმერთმა მათი მეუღებითა და მათი შეწევნით გადაგვალახინოს ყველა ის განსაცდელი, ყველა ის სირთულე, რომელიც შეგვხვდება და შეგვხვედრია და მოყვება ცხოვრების გზაზე. დღეს ყველა ვხვდებით, უпростоრედ თითქოს და ვეღარც კი ვხვდებით უკვე სად ვართ, რა მდგომარეობაში ვართ, საით მიდის რაღაცეები ჩვენ ცხოვრებაში რა. აი რთული ზუსტად ამითია ხოლმე ესეთი პერიოდები ადამიანის თუ ქვეყნის ცხოვრებაში, რომ გაუგებარია რა არის სწორი და რა არის არასწორი. თითქოს რაღაცას აკეთებ და არ იცი ისიც აკეთებ თუ არა ამას, თავისი აზრი აქვს თუ არა ამის კეთებას, ფიქრობს ადამიანი, რომ ვაკეთებ მერე რა. ძალიან დიდია აი ადამიანის დარდი ისეთი რამეა, რომ მეტარი ავგუსტინე როგორც ამბობს, ადამიანის სულში არის რაღაცა სიცარიელე, ყოველ ადამიანში არის რაღაცა დიდი ღრუ, რომელსაც ღმერთის მეტი ვერაფერი ვერ ამოავსებს. მხოლოდ ღმერთ შეუძლია იმ სიცარიელის ამოვსება და ადამიანის გამთელება, დამსხვრეული ადამიანის შეწებება. ძალიან დიდია ის მდგომარეობა, როცა ადამიანი არის ამ განცდებში, ამ დარდებში, რომ რა ქნას, როგორ მოიქცეს. წმინდა წერილიდან რამდენი ესეთი შემთხვევა ვიცი. ნიკოდიმოსის შემთხვევა გვახსოვს, რომელიც რჯულის მოძღვარი იყო, თვითონ სინედრიონის წევრი იყო თვითონ და მიდიოდა და მივიდა ღამით და ქრისტე მაცხოვარს კითხა, რომ რა გავაკეთო? ტყუილა ხო არ ვიცხოვრე მთელი ჩემი ცხოვრება. ასაკშია იგი უკვე, რჯულის მოძღვარი ახალგაზრდა კაცი ვერ გახდებოდა. იგი უკვე სინედრიონის წევრი ვერ გახდებოდა. ხნოვანია და მოდის და ეკითხება, რომ რა ვქნავ, ხელახლა ხო არ დავიბადებდი. ხელახლა ხო არ შეიძლება ადამიანი შევიდეს დედის მუცელში და დაიწყოსო ახალი ცხოვრება. იმიტომ რომ მაცხოვარი ეუბნება, რომ სასופევლის ღირსი, სასופევლის მონაწილე მხოლოდ ის იქნება, ვინც ხელახლა დაიბადება. ჩვენ ისედაც ვამბობთ ხოლმე, რომ ორჯერ ვიბადებით. ერთხელ ვიბადებით ფიზიკურად, როგორც დავიბადეთ და რა ვიცი, საიდანაც დავიწყეთ ჩვენი ამ ქვეყანაზე ცხოვრება და თვალი გავახილეთ. და მეორე არის, როცა სულიერად იბადება ადამიანი ნაკლობის დროს და სულიერ შობას უწოდებთ ნაკლისღებას. როცა ადამიანს უკვე ეძლევა ეკლესიის წევრობის უფლებამოსილება. როცა ადამიანს უკვე შეუძლია ამის მერე ეზიაროს, აღსარება თქვას, ყველაფერში მიიღოს მონაწილეობა. და პასუხისმგებლობაც აქვს. ეს უფლება გაქვს, არ ნიშნავს მარტო იმას, რომ გინდ ხო და გინდა არა. ეს უკვე შენი დადებული პირობაა. ნაკლობის დროს ადამიანი ამბობს სიტყვებს, რომ მე შეუდგები ქრისტეს და მე ამბობს, რომ შედგომილ ვარ ქრისტეს. და თუ ქრისტეს გზას ადგახარ, რა თქმა უნდა, რაღაცა ვალდებულებები, რაღაცა ზრუნვა, რაღაცა პასუხისმგებლობა ბუნებრივად გაკისრია ადამიანს, ისე არ გამოვა. ისე არ ხდება ხო? ადამიანი მშვიდად არის მაშინ, როცა თვლის, რომ აი მისი ცხოვრება შედგა. მისმა ცხოვრებამ გაამართლა. მის ცხოვრებას რაღაცა კეთილი ნაყოფი გამოაქვს. სხვა შემთხვევაში რაღაცეებს, რასაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა, შეიძლება მართლა ძალიან დიდ რაღაცეებსაც კი მიაღწიოს და ვერ ირგებდეს, ვერ აფასებდეს. აი ფასი კონდეს მისთვის ამ ყველაფერს დაკარგული. იმიტომ რომ ღმერთის გარეშეა ეს ყველაფერი, ან ღვთის სადიდებლად არ უკეთებია, ან თვითონ ეს ყველაფერი ღვთის სადიდებლად არ შეუკრებია, იმიტომ რომ უფალმა გვითხრა ხო წმინდა წერილში, ის ვინც ჩემ წინაშე შეიკრებსო, ის აგროვებსო ნამდვილად ყველაფერს, რასაც აგროვებსო. სხვა შემთხვევაში ყველა სხვა ესეთი ადამიანი განაბნევს ყველაფერს, რასაც ჩემს გარეშე აგროვებს. ეს შეიძლება იყოს ადამიანური
რაღაცა ავტორიტეტი თუ ქონება თუ თანამდებობა თუ რაც გნებავთ ის იყოს. და ღვთისმიერება თავისთავად თავის თავში გულისხმობს იმას, რაც ყველაფერს აერთიანებს. სულს, სიცოცხლეს, გაგრძელებას, მარადიულობასთან წილნაყარობას. როგორც ახლა რაღაცა ცხოველი რო ავიღოთ, რავი, თუნდაც კატა, რა ვიცი, ცხენი, ადამიანი თვითონ. დავჭრათ ეს ადამიანი, ხელიც იქ არის, ფეხიც იქ არის, ყველაფერი იქ არის, მაგრამ სიცოცხლე არ არის. არაფერი არ აკლია თითქოს ზედა ყველაფერი, არ წონა მოუკლია და არ ზომა მოუკლია, მაგრამ აღარ არის, სიცოცხლე აღარ არის. ესევე არის ნებისმიერი მოქმედება ადამიანური, თუ ღრმად ჩაუფიქრდებით, თუ ადამიანის ცხოვრებაში და ადამიანის მოქმედებაში არ არის ღვთისმიერება. და თუ ადამიანი რასაც აკეთებს, არ აკეთებს ღვთის სადიდებლად. თორე არავინ არ ამბობს იმას, რომ არ შრომობდეს ადამიანი, არ აგროვებდეს რაღაცას ადამიანი, ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობდეს ადამიანი. ეს ყველაფერი ზოგადად ძალიან ადამიანურია და ძალიან კეთილგონივრულია. მაგრამ ნებისმიერ თუნდაც გონივრულ უგუნურზე არ ვლაპარაკობთ. თუნდაც გონივრულ მოქმედებას მაშინ ეძლევა ნამდვილი სიცოცხლე, ნამდვილი მომავალი. ნამდვილად აი დაკვალიანებული და დაგზიანებული მაშინ არის, როცა ღმერთთან ერთად ცდილობს ადამიანი რომ აკეთებდეს რაღაცას. და ყველაფერი ხალხო, აი მე ხო აქ ბევრ თქვენგანს ასე თუ ისე ვიცნობ პირადად თუ ახლოს და აღსარებით და ნებისმიერი ჩვენგანი, რომელიც თუნდაც ძალიან თავდადებით და ძალიან კარგად და კეთილგონივრულად აკეთებს რაღაცას და კარგ საქმეს აკეთებს, განვიცდით ზუსტად აი ბოროტის იმ უამრავ შემოტევას, რომ რაც შეიძლება მეტად ეს შინაარსი დააკარგინოს ჩვენ ცხოვრებას, ანუ სული დააკარგინოს ჩვენ ცხოვრებას. თორე ვიღაცა შეიძლება ძალიან კარგს აკეთებს, ვიღაცა მიდიოდეს და ქველმოქმედი იყოს, ვიღაცა ეხმარებოდეს, ვიღაცა ობოლს უვლიდეს, ვიღაცა გაჭირვებულებს რაღაცას უკეთებდეს, ვიღაცას ასწავლიდეს, რაღაცას იკეთეს, არა აქვს. ყველაფერი მაშინ არის ნამდვილად აი შორს მიმავალი, ნამდვილად ნაყოფის გამომღები და არა იმ ხორბლის მარცვალივით, რო აყავდება მალე, მაგრამ მალევე გახმება, მაშინ არის შედეგის მომცემი, როცა ღმერთთან ერთად ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ. და როცა ეს შინაარსი განსაზღვრავს, თუ კი რამე შეიძლება გავაკეთოთ. დღეს ჩვენ ორი ძალიან უცნაური როგორ ძალიან თავისებური წმინდანის ხსენებას აღნიშნავთ. ერთი არის მამა გაბრიელი, ერთი არის არტემ ანტიოქიელი. მამა გაბრიელის ცხოვრება მეტნაკლებად ყველამ იცის, მართლაც საოცარია ამ კაცის ცხოვრება. მართლაც ძალიან თავისებური და ძალიან უცნაურია მამა გაბრიელის ცხოვრება. ძალიან ძნელია ერთის მხრივ მისი მაგალითები აიღო საკუთარ ცხოვრებაში. წმინდანები ვინ არიან? წმინდანები ჩვენთვის სამაგალითო ადამიანები არიან. ძალიან ძნელია მამა გაბრიელის ცხოვრებიდან მაგალითები აიღო, იმიტომ რომ ძალიან არასტანდარტული კაცი იყო. მაგრამ მეორეს მხრივ იმდენად სუფთად აკეთებდა რაღაცეებს, რასაც აკეთებდა, რომ ზუსტადაც რომ ძალიან მისაღებია და ძალიან გასაგებია მისი მოქმედებები, რასაც იგი თუ შინაარს ჩაწდება ადამიანი და გასაგებია ძალიან ბევრი რამ. როგორ ამხელდა იგი ვიღაცას, როგორ ეჭხუბებოდა იგი ვიღაცას, როგორ იბრძოდა იგი ნამდვილად ღმერთის დიდებისათვის და დიდება ლენინს რო ეწერა, იქ თქვათ თავისუფლება რა არის და მთავრობის სახლის წინ მოედანზე, მაშინდელი ეხლანდელი რუსთაველის გამზირზე, როგორ წაუკიდა ცეცხლი ლენინის სურათს. იმიტომ რომ დიდება ეკუთვნის მხოლოდ ღმერთში ახსენა ხალხს მამა გაბრიელი. დიდება არის მხოლოდ ღმერთის და მეტი არავისზე არ ითქმის დიდება. არავისი არ არის დიდება და ვერავინ ვერ იქნება დიდებული თუ არა ღმერთი და თუ არა ღვთის მიერ. და მხოლოდ ამითი დიდდება ნამდვილად ადამიანი და არა სხვა რაღაცეებით, რითაც შეიძლება ვცდილობდეთ რაღაცა სუროგატებით რომ ჩავანაცვლოთ. არტემ ანტიოქიელიც ესეთი სიკეთის და სიმართლის დამცველი კაცი იყო. იგი წარჩინებული იყო. ძალიან დიდი და გავლენიანი კაცი იყო. მთელი ოლქების და რეგიონების მმართველად დანიშნეს იგი მერე თავის დროზე.
ეგვიპტე, ალექსანდრია, სირია, ეს ტერიტორიები შეახეს მას. და რაღაცა მომენტში მისი მსახურების დროს იგი კონსტანტინე დიდის დროს იწყებს მოღვაწეობას და მისი ვაჟის კონსტანცის დროს აგრძელებს. და მერე მოვიდა იულიანე განდგომით. იულიანე, რომელიც იყო ცუდი ქრისტიანების აღზრდი, არიანელების აღზრდი. ქრისტიანებს ვერ უწოდებთ, მაგრამ იმ ეტაპზე ჯერ ყველა ქრისტიანი. მაგრამ აი დამახინჯებული ქრისტიანობით გაზრდილმა კაცმა შეიზიზღა ქრისტიანობა. და ეს უნდა ვიცოდეთ, ყველაზე მეტი აგრესია მაშინ უჩნდებათ ხოლმე ადამიანებს, როდესაც ყველაზე ახლობელი რაღაცა არ გამოვა მართალი და არ გამოვა სწორი. ასია ყველგან და ასია ყოველთვის. ვიღაცისგან არ გეწყინებთ, ვიღაცაზე გული არ დაგწევთ, ადამიანური არის. მაგრამ აი ის შენი, ის რაც ყველაზე მეტად გიყვარდა, რაც ყველაზე მეტად გეიმედებოდა, რასაც ეყრდნობოდი, რაც შენი ცხოვრების გამსაზღვრელი გინდოდა ყოფილიყო, რომ არ გამოდგება მთლად ჯანმრთელი და მთლად ლამაზი, ეს უკვე იწვევს საშინელ იმედგაცრუებას და ასე შემდეგ ადამიანში და შეიძლება უკვე ისეთ აგრესიას მით უმეტეს, როდესაც ესეთ ადამიანს ამხელა ძალაუფლება ხელში ჩაგდებული და არის რომის იმპერატორი. და იულიანე იწყებს სულ 3 წელი გაგრძელდა დაახლოებით მისი მმართველობა საშინელ დევნას ქრისტიანების. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მერე ესეთი დევნა აღარ იყო მომხდარი. კი, დევნა ქრისტიანობის არასოდეს გაჩერებულა, მაგრამ რომის იმპერიაში მსგავსი დევნა აღარ იყო უკვე მომხდარი. და იგი იწყებს ამოძირკვას ყველაფრისას. მაგრამ საქმე რაშია? არის ესეთი გადმოცემაც ისტორიაში წერია, რომ იგი მაინც ხო ამ ქრისტიანების ცუდი, მაგრამ მაინც ხო ქრისტიანების აღზრდილი იყო და თვითონ ისეთი ასკეტი კაცი ყოფილა, შრომელი, ასკეტი, ქვაზე ეძინაო, ცოტათი კმაყოფილდებოდა, ყველაფერს ისე აკეთებდა, თავდადებით იცოდა ყველაფრის კეთება, როგორც ქრისტიანი უნდა აკეთებდეს, რასაც კი აკეთებს. აი ესე მარილ მოყრილად უნდოდა, რომ ბოლომდე და ისეთი იდეინი კაცი იყო. მაგრამ აღარ იყო ქრისტიანი, ქრისტიანობა შეძულებული ქონდა. და თვითონ ქურუმებიო, სვერფს ვიწირავდნენ, წარმართი ქურუმები, არტემიდას თუ ზევსის თუ სხვადასხვა, ისინი წუწუნებდნენ, რომ ამას უნდაო, რომ ქრისტიანებად გვაქციოსო ქრისტეს გარეშე. ანუ ქრისტეს კი არ აღიარებსო, მაგრამ დანარჩენი კაცო სულ ქრისტიანობა მოწონსო, რომ პატიოსნები იყავით, წესრიგიანები იყავით, ერთგულები იყავით, ისეთი და ეს ქრისტიანობის გარეშე რატო იქნები ასე? რა აზრი აქვს, რა ლოგიკა აქვს, რა ასელი რომ ესე თავდადებული იყო? და თვითონ წარმართებიც კი წუწუნებდნენ, რომ რა უნდა ამ კაცს. რას გვერდჩისო ესო ქრისტიანობას თხოვსო და არა და თვითონ ქრისტიანებს ებრძოდა. აი ესაა კაცი რომ გაორმაგდება, კაცი რომ გაიხლიჩება შუაზე და თავი და ბოლო რომ ვეღარ გაუგია თავის ცხოვრებას. და ერთ-ერთი ვინც მან აწამა იულიანემ ეს იყო სწორედ არტემი, წმინდა არტემი დიდმოწამე ანტიოქიელი, რომელიც ანტიოქიაში ქრისტიანებს გამოესარჩა, რომ ყველან მოაწამებთ ამ ქრისტიანებსო და არტემი ჯერ ისე, ჯერ ასე, ათასნაირად მოკლედ უარეს გარეშემო ვერ მოერიენდა საბოლოოდ თავი მოხვდეს. იგი პატივით დაკრძალეს ქრისტიანებმა და დღემდე წმინდა არტემი ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამოჩენილ წმინდა დიდმოწამედ და წმინდა მხედრად ითვლება და წმინდა არტემი ამ ჩვენი წმინდა მხედრების ხატზეც არის გამოსახული, რომელიც ტაძარში გვაქვს. ერთ-ერთი ამ მხედართაგან არის სწორედ წმინდა არტემი. ხო და იქიდან ანტიოქიიდან სპარსეთში სალაშქროდ გააგრძელა გზა იულიანემ. და არის ესეთი გადმოცემა, რომ ლაშქრობის დროს იგი გაიტყუეს ვიღაცა სპარსელებმა, სადღაც ისეთ ადგილზე წაიყვანა თავისი ჯარი, რომ ძალიან ძნელი იყო, მერე იქიდან უკან გამოყვანა და გადარჩენა, სპარსელებმა ალყა შემოარტყეს, გაანადგურეს და აი ამ ომის დროს გამოჩნდაო ვიღაცა ჭაბუკი, რომელმაც აი თითქოს და უხილავი ხელით ესროლაო ისარი. და ამ ისარმა განგმირაო და არის ესეთი გადმოცემა, მაშინდელი ხალხი თვლიდაო, რომ წმინდა მხედარმა არტემმა დაამარცხაო ქრისტიანობის საერთო მტერი, არტემი, რომელიც აი სანამ ლაშქრობას გააგრძელებდა აწამა გზაზე. და მისი ბოლო სიტყვები იყო, რომ აი ქრისტეს მიმართა თითქოს, რომ შენ გაიმარჯვე გალილეველო. ესეთი იყო
აი ამ იულიანე განდგომილის სიტყვები. ოღონდ ისევე სიტყვები ხალხო რომ დავფიქრდეთ. ეს სიტყვები შეიძლება ვიღაცა აი ასეთმა ღმერთზე გადამტერებულმა კაცმა თქვას, რომ გებრძოლე, მაგრამ მაჯობო და შეიძლება წმინდანმა თქვას. დავფიქრდეთ, აბა, შეიძლება წმინდანმა თქვას, რომ თავის ცხოვრების აღსასრულს, რომ ნამდვილად შენი მარჯვე ქრისტე ღმერთო ყოველთვის. ნამდვილად ვერავინ ვერ მოგერევა შენ. რამდენი მიწაც არ უნდა მივაყაროთ ზეცას, იმდენი თავზე დავიყრით. რამდენიც არ უნდა ვაფურთხოთ ზეცას უკაცრავად და თავზე დავიფურთხებთ და სახეზე. ამიტომაც არის რომ ზეცასთან ბრძოლა არის ჩვეულებრივი სიგიჟე ადამიანის, ჩვეულებრივი სიმახინჯე ადამიანური აზროვნებისა, რომელსაც ძალიან უნდა ვერიდებოდეთ. დღევანდელ განსაცდელებიან პერიოდში მით უმეტეს, როგორ ძალიან გვჭირდება ისეთი ქრისტიანობის დამცველები, როგორიც იყო წმინდა არტემი და ისეთი თავდადებული და ისეთი თავისუფალი კაცი, როგორიც იყო მამა გაბრიელი, რომელიც არავითარ სტანდარტებში მოკლედ თითქოს და არ ჯდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო სწორედაც რომ ძალიან კარგი და გონიერი ქრისტიანი. და მე ერთი ძველი მრევლისგან მაქვს გაგონილი, რომ აქ სიონთან იყო ერთხელ მამა გაბრიელი და ხალხს ეჩხუბაო, რაღაცაზე აჩხუბდაო. შეიძლება იცოდა ხოლმე თუმცა აჩხუბება და აჩხუბდა და დაეტაკა ამ ხალხს ერთს რაღაცეი და ვისაც კი შეხედავსო, ყველა ჩერდებაო, ესე ოღონდ თვალი არ გაუსწოროს მამა გაბრიელსო და თორე რას ეტყვის არავინ არ იცისო, დაქოთავს უცეთო და მეო არაფერი არ მქონდაო, კაცო პრობლემაო და ზილარო და უყურებო ესეო და მიყურებსო მეო ასე, ერთხელ შევამხედავ, ორჯერ შევამხედავ, სამჯერ შევამხედავ და შენ არ გეშინიაო. და არ მეშინიაო, კაც ხომ მიყარხარო რა დამიშავებია შენთვისო, ვეუბნებიო და დანარჩენებო, გაიგონეთო. თუ გინდა რომ არ გეშინოდესო, უნდა გიყვარდეს. აი ესეა ხალხო, რომ ჩვენ ერთმანეთისა ძალიან გვეშინია. ჩვენ ერთმანეთზე გვაქვს ფეთება დამართება. ვინ ვის უღალატებს, ვინ ვის რას დამართებს, ესაა ჩვენ დღევანდელი გარემო ხალხო. დაყოფილები, დაქსაქსულები, არეულები ვართ მთელი საზოგადოება. ეს ჩვენ ავათავად ხალხო. თუ ადამიანმა თქვა რომ ავათ არა ვარ, იმას ვერაფერი ვერ ეშველება. სინანული, რომელთაც ჩვენ ტაძარში მოვდივართ, არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის წამალი და თვისება და არ იყოს მთელი ჩვენი ერთობის, მთელი ჩვენი საზოგადოების თვისება. სინანული ხალხის თვისებაც უნდა იყოს. ცალ-ცალკე შეიძლება არა ვართ ცუდი ხალხი, ცუდი ადამიანები, მაგრამ ერთად როგორები ვართ. ერთად რამდენად შეწყობილები და ესეთი ჰარმონიაში მოსულები ვართ. გვესმის ერთი მეორეს. ერთობაში ბევრი რაღაცა გვიჭერს ხალხო ჩვენ. აი ერთობაში ძალიან ბევრი ავადმყოფობა გვაქვს. რამდენი ესეთი რაღაცა, აგერ კაცი გარდაიცვალა იმ დღეს მეტროში და ხომ მთელი თითქოს და განიცადა ხალხმა, მაგრამ რა ვიცი, რომ ჩხუბობდნენო იქ თურმე, რომ აი ერთი კაცის გულისთვისო მეტრო როგორ გაჩერდაო. ხო აი მოკვდა ადამიანი ხო? გარდაიცვალა ადამიანი. ძველი ანეკდოტისა არ იყოს, ავარია რო გააკეთა კაცმა და ვიღაცა რო ყვირის, ვაიმე ფეხი მაქვს მოტეხილი, ფეხი მტკივა, ფეხი მომტკაო და რა დაგემართავ კაცი მყარია ხმას არ იღებსო და შენ ფეხი მომტკვა და აიკელი ქვეყანავ. აი ასე ხო არ უნდა იყოს ხალხო გადავირი. ადამიანი გარდაიცვალა. მეტროში გული გაუხდა ცუდად თუ რა ვიცი რა იყო, რა დაემართა თუ რამ შეიწირა ღმერთმა გაანათლოს ვინც იყო ის კაცი, სახელი არსად არ დაუწერია. და დანარჩი რა თქმა უნდა ვიღაცას სამსახურში დააგვიანდა, ვიღაცას რაღაცა მოუვიდა, მაგრამ ადამიანი გავიდა ამ ქვეყნიდან. და ჩვენ აი სიკვდილი არ ვაცადეთ ადამიანს, გადავახტით თავზე. და რამდენი ესეთი რაღაცის გახსენება და თქმა შეიძლება. აღარ მინდა ხოლმე ჩამოთვალო და კიდე გავიმეორო ის სიბინძურეები, რომელიც ხდება. ჩვენ აი ამიტომ გვეშინია ერთმანეთის, რომ ერთმანეთი ისე არ გვიყვარს, როგორც ღმერთი გვასწავლეს. წირვის დროს ერთმანეთს ხო ვეუბნებით ქრისტეას ჩვენ შორის. თუ ქრისტეთი არ ზომავს სხვა ადამიანთან ურთიერთობას, თუ ქრისტეს წინაშე, ქრისტეს საცერში არ გაატარებ
მისი ცნებების ფილტრში თუ არ გაატარებ შენ ვიღაცისადმი დამოკიდებულებას, ეხმარებია თუ ლოცულობ თუ რაც არის, ხო? მაშინ რა თქმა უნდა რაღაცა სიბინძურე იქნება პირად ურთიერთობაში. და რა თქმა უნდა ღმერთმა იცის სადამდე მივალთ და არ ეშველება თანაც პრობლემებს არ ეშველება. პრობლემა სულ იქნება. ჩვენ გვინდა პრობლემა არ იყოს. პრობლემა იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე. მაგრამ თავარია ამ პრობლემებთან როგორი დამოკიდებულება გვაქვს. პრობლემა სულ იმხელა რამხელაც არის. აი არ ვთქვათ ამხელა. დედა რამხელა პრობლემა, ეს მაინც ამხელა იქნება. ეს არაფერი არ არის, მაინც ამხელა იქნება. მაგრამ ჩვენ ვიცვლებით აი ამ რაღაცასთან მიმართებაში, ან დიდები ვართ, ან პატარები ვართ. ან ვერევით, ან ვერ ვერევით, იმის მიხედვით, რამდენად სწორად, ჯანმრთელად, ადეკვატურად და ღმერთთან ერთად ვცდილობთ რაღაცასთან შეჭიდებას და გამკლავებას. ამიტომ ხალხო, ერთადერთი წამალი, იმითი გიცნობენო, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, მე აქ მრევლს მივმართავ და ტაძარში მრევლი მოდის. იმითი გიცნობენ, რომ ჩემი მოწაფეები ხართო, თქვა უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომ ერთმანეთი გეყვარებოთ. თუ ეს არ არის და თუ არ არის ჯანმრთელი სიყვარული, ხო? მაშინ რა თქმა უნდა არაფერი არ გამოდის. მაშინ რა თქმა უნდა ბევრი ნაშენები ტყუილა იქნება, ნაშენები და დაინგრევა. ამ დროს სიყვარულს მოაქვს მერე სიმშვიდე, მოაქვს მერე ზრუნვა, მოაქვს მერე გატანა, მოაქვს მერე კეთილმსახურება, მოაქვს მერე ნამდვილად აყვავება და გამარჯვება. და არა ის, რომ ერთმანეთს აი ესე გიჟებივით რაღაცაში ვეჯიბრებოდეს, ვიღაცამ ჩანთა იყიდა, მეც ვიყიდო, ვიღაცამ სადღაც დაისვენა, მეც დავისვენო, ვიღაც მერე რა, ხალხო, კარგით. ღმერთმა ყველას მიცეს და არ მოაკლოს. ღმერთმა ყველას არ მოგაკლოთ, არც თქვენ მოყვას და არც თქვენ ახლობლებს, მაგრამ მერე რა. ჩვენი საზომი თუ ეს არის, მაშინ ფსალმუნებში, წმინდა წერილში რამდენჯერ წერია, რომ თუ თქვენ ვიღაცის აქ შურთო, რაღაცო ტრაბახობთო, რომ სუფთა ცხოვრება გაქვთ. შურთო ვიღაცისა, რომ ნახე ბოროტია მაინც როგორ კარგად ცხოვრობს, ესე იგი შენც გინდა იქით იყო. ეგ რაღა მორწმუნეობა, რაღა სიკეთე, რაღა ადამიანობა. საერთოდ არ უნდა გაინტერესებდეს. ფსალმუნები რითი იწყება? ნეტარ არის კაცი, რომელი არ ამივიდა ზრახვასა უმთოთას. და დასაჯდომელსა ურჯულოთას არა დაჯდა. პირველივე სიტყვები ამ დავით წინასწარმეტყველისა ესა. საერთოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი. ყველა წმინდა მამა რაზე თანხმდება? ევას შეცდომა ნაყოფის ჭამა კი არ იყო. ადამს რო რაღაცა მოატყუა, ის კი არ იყო. ევას შეცდომა იყო, რომ საერთოდ დაელაპარაკა იმ გველს. რო დაელაპარაკა, უკვე დააშალა. დაელაპარაკა თან იმ თემაზე, რომელზეც ღმერთის მეტი არავისთან არ უნდა ელაპარაკა. როგორი იქნებოდა მათი მომავალი? ის იმის მერე ესე დააშავებდა თუ ისე დააშავებდა, სხვადასხვა რამეს აუცილებლად დააშავებდა. მაგრამ დაშავება დაიწყო იქიდან, რომ იმას დაელაპარაკა იმ რაღაცაზე, რაზეც არ უნდა დალაპარაკებოდა და რაც მხოლოდ ღმერთის და მათი საქმე იყო. ანუ თავისუფლება დათმო. ნამდვილი თავისუფლება დათმო. ვითომ თავისუფლების გულისთვის. ნამდვილი განღმრთობა დათმო, ვითომ ღმერთობის გულისთვის. და აი ეს არის მერე ხალხო, რაც შეცდომა, რომელიც ნებისმიერ ჩვენგან სხვადასხვა ფორმით მოგვდის ხოლმე. მეც მომდის, სხვასაც მოსდის, ყველას მომდის. და რომელსაც შეგვიძლია თავი ავარიდოთ, აი ამ წესიერებით და აი ამ ადამიანებით. ღვთისმსნებების კეთილგონივრული დაცვით. ამიტომ ხალხო, ჩვენ ავადმყოფობას, ჩვენ საერთო, ჩვენ ერზე, ჩვენ ქვეყანაზე შევტკივა ყველას გული და ჩვენს დედა ეკლესიაზე, რომლის შვილები ჩვენ ვართ. რითი უშველებთ ხალხო? ისევ ჩვენი შრომით, ისევ ჩვენი ბრძოლით. სხვამ თუ იბრძოლა, შედეგი ცხვისი იქნება. სხვა თუ გაისარჯა, ვირგვინით ცხვისი იქნება. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ გავიმარჯვოთ. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ გავიხადოთ. და ამიტომაც ვისაც რა შეუძლია, დიდია თუ პატარაა, მდიდარია თუ ღარიბია, ქალია თუ კაცია, ვინც არ უნდა იყოს, ყველამ ვაკეთოთ წყნარად და მშვიდად ჩვენი საკეთებელი და გამოვაჩინოთ ჩვენი რწმენის სიმტკიცე, ხო? და ღმერთი იქნება ჩვენთან.
სხვანაირად არც მორწმუნეები ვიქნებით, არც ეს და პავლე მოციქული ამბობს ზუსტად და გვასწავლის, რომ თუკიო ქრისტე არ აღმდგარდა და თუ ეს ყველაფერი, მაშინ ყველაზე საწოდავები ჩვენ ვართ, იმიტომ რომ არც ამ ქვეყნად აღარ მოაწყდა აღარაფერი, თითქოს ისე როგორც ამ ქვეყნის წესები იყო და იქითაც თურმე წუილა რაღაცა ზეციურ საზომს ეპოტინებოდა. მაგრამ არ, საქმე იმაშია, რომ ქრისტეც აღდგა, საქმე იმაშია, რომ ეს წმინდანებიც ჩვენ გვერდში არიან და საქმე იმაშია, რომ თითოეულ ჩვენგანშიც ვეებერთელა ძალა და უნარი აქვთ ისაგან ჩადებული ყველაფერი კარგის გაკეთების. და ნებისმიერი თქვენგანი ამას ადასტურებს, თუნდაც აი კვირა დღეს, შაბათ-კვირის მსახურებაზე მოსვლით, აი აქ დგომით, ერთობლივი ლოცვით, ერთმანეთის ხელის წაკვით, კეთილი რჩევის მიცემით, ერთმანეთზე ზრუნვით და ეს უნდა იყოს ჩვენი ქრისტიანების ცხოვრების წესი. ერთის მხრივ მარგალიტი არ დაუყაროთ ძაღლებისა და ღორების ფეხთა ქვეშ და მეორეს მხრივ რაც შეგვიძლია ყველა ერთმანეთისკენ ვიყოთ. უცებ რაღაცა გავიგე, აგერ ჩემი ქრისტეს მიერი ძმა, აგერ ჩემი ქრისტეს მიერი და მივეხმარო, დაუძახო, დავასაქმო, რჩევა მივცე. აბარანაირად ვიდა. აქ ხილულ ადამიანზე თუ არ ვიზრუნებ, თუ ხილავი ღმერთის ისა გვაქვს წმენა? მერე ვიქნებით ისეთივე მაიმუნები, როგორც ის. კიდე ერთ ანეკდოტს გავიხსენებ, კაცი რომ რაღაცებს თხოვს ღმერთს და ერთხელ შეუსრულდაო, ორჯერ შეუსრულდაო და მოკეთ და მოკლედ გაიმართა და სალოცავად შევიდაო და რაღაცა დიდ საქმეს თხოვსო ღმერთო, რომ ესა და ეს საქმე გამომივიდეს ღმერთო, ნუ ძალიან უნდა გამდიდრდეს. და ლოთი შევიდაო ვიღაცა პახმელიაზე მოკლედ ტაძარში და ღმერთო მიშველეო, ეყლავს რაღაცა ეთქუპლარიანი მაშოვნინეო, რომ ყელი მიშლება უყდებიო, თავი მაგ გახეთქილიო ხო და ნუ მიცდენ ამ ხელაკაც საქმეზე ამან მიცა თურმე ხუთლარიანი. მერე მასე იქნება ჩვენი ლოცვა და ჩვენი ვაჭრები გავხდებით, ქრისტიანები კი არა. ხო და ვაჭრებს კი არ ვამცირებ რამენაირად, მაგრამ ღმერთის წინაშე მამაშვილობაში ვაჭრობა არ შეიძლება. მამაშვილობაში ვაჭრობა არის სირცხვილი. სიკვდილის წინ რომ მამამ საათი მოყიდოს, აი ეგ იქნება მე. მამაშვილობა კი არ იქნება, ეგ იქნება უკვე არ ვიცი რა იქნება. და დედაშვილობა თუ რაც არის. ამიტომაც სიყვარული ამ კანონებზე მაღლა დგას, ნამდვილი და ჯანმრთელი სიყვარული და გაუფრთხილდეთ ჩემო ძმებო და დებო ერთმანეთს, გაუფრთხილდეთ ჩვენ უამრავ მეგობარს, უამრავ ახლობელს. ბევრ მათგანს პირადად არ ესმის რაღაცა, როცა ვეუბნებით ხოლმე, მაგრამ იმათ ანგელოზს ხო ესმის, ღმერთს ხო ესმის, ძალიან ბევრი ვილოცოთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, უამრავი გულწრფელი და პატიოსანი ადამიანისთვის. რომ ჩვენ აი დღეს ესეთი დრო მოვიდა, პირდაპირ ეთერში უყურებთ ზოგჯერ ადამიანის დაღუპვას და ვერაფერს ვერ ვაკეთებ. სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე ესეთი რამე. ადამიანის გზიდან აწტენას ხშირად ხედავთ ხოლმე, მაგრამ რა ვქნათ? ვილოცოთ მათ სახელზე, მივეხმაროთ. სიმართლე არ დავარქვათ ტყუილს. ნუ დავიწყებთ სისულელეების გამართლებას, მაგრამ რაც შეგვიძლია ვიზრუნოთ იმაზე, რომ თანდათანობით ჩვენი გარემო გავაუმჯობოს. ეს ყველაფერს ეხება. პირველ რიგში ღვთისმსახურებას. სხერპლის შესაწირად რომ მოვდივართ ტაძარში, ძალიან გთხოვთ, სხვა ალიაკოც ნუ ავტეხავთ ხო. წმინდა მამა ივანე ოქროპირი ამბობს, ანგელოზებიც კი დადუმებული არიანო ამ დროს და თქვენ რა გალაპარაკებთო, რა არის ასეთი მნიშვნელოვანი სათქმელი. ხო და ამიტომაც კი ხან მე დავილაპარაკებ, ხან სხვა მართლა მუნჯები ხო არა ვართ, ენა ამიტომ მოგცა ღმერთმა, მაგრამ სახურების დროს პირველ რიგში ვიყოთ სახურებას. ვილოცოთ. და ღმერთის წინაშე მართლა გული გქონდეს გახსნილი, რომ აი გამოგვრეცხოს და გამოგწმინდოს თუ კი რამე ცუდი გვაქვს, ესე იგი სულში და გულში. და გაგვაახლოს, ხელახლა დაგვბადოს ღმერთმა. როგორც უფალმა უთხრა ნიკოდიმოსს, რომ თუ მეორედ არ დაიბადეთ, თქვენ ვერ იხილავთ და ვერ იქნებით ღირსი სასუფევლისა. ეს მეორედ დაბადება იმ დაბადებას არ გულისხმობს. ეს მეორედ დაბადება არის ჩვენი ყოველი დღე, რომ გავათენებთ და რომ დავიწყებთ ახალ ცხოვრებას. რაც იყო, იქ ვეღარაფერს ვეღარ ვიზამთ. წინ ვიყუროთ ხალხი. წინ ვიყუროთ იმ შეცდომების გონივრული გათვალისწინებით და კეთილი მიზნების უფრო გონივრული მიყოლით. რაღაცა თუ არ გამოგვივიდა, არ ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ გამოვა.
ნატურის ის რო გამოიგონა, რა ქვია, ძაფი, ვოლფრამის ძაფი რო ქვია, არ მომცემს რამე მოტყუების საშუალებას. ხო, ფარადეიმ გამოიგონა, ხო სწორად მახსოვს. თვითონ ვოლფრამ. ხო და მასალას რო წდიდა იმრკინას, ამრკინას, იმას და 900 რაღაცა ცდა ჩაატარავ და არ გამოუდიოდა, ხურდებოდა, იწვებოდა, წყდებოდა, ისე ასე და როცა ამას მიაგნო არ წდებათო გულიო რომ ამდენი ცდა ტყუილად ჩაატარეთო და არაო ეს 900 რაღაცა მეთოდი ვიციო როგორ არ უნდა გავაკეთო ეს რაღაცა. მივაგენი ბოლოში იმას როგორც უნდა გამეკეთებინა. ის იყო გასაკეთებელი და ამიტომ იყო რომ 900 ჯერ თუ 1000 ჯერ სადა ადამიანი. ამიტომ ჯერ იმაში ვიყოთ დარწმუნებული რომ რაღაცა ნამდვილად გასაკეთებელია და მე 900 ჯერ იქნება, 1000 ჯერ იქნება თუ 10000 ჯერ დავახარჯოთ იმას ჩვენი ძალა, დრო და ცხოვრება და გავაკეთოთ. ღმერთი შეგვეწევა ყველა კარგ საქმეში ხალხო, ერთობით, შვიდობით, სიყვარულით და სულიწმინდის კეთილი ნაყოფი გამოღებული იყოს ყოველ ჩვენგანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხე ნაყოფით იცნობა. აშენდით და დალოცვილები იყავით. ჩვენთან არის ღმერთი. მომდევნო კვირის განრიგი გვაქვს ჩვეულებრივი სამშაბათს ლოცვა, ოთხშაბათს წირვა, ხუთშაბათს პარაკლისი, პარასკევს ლოცვა, შაბათს წირვა, შაბათს ლოცვა და კვირას წირვა, იქითა კვირაში მე იმის მომდევნო კვირაში არის 13 რიცხვი ახალი სტილით და არის 100,000 მოწამის ხსენების დღე, ხუთშაბათი დღე და ის მსახურება დაგვემატება და მე დაგვემატება რევლის წევრებს, ვისაც შეგვიძლია დიდი წმინდანების ხსენებას პატივი მივაგოთ თბილისის და სრულიად საქართველოს მფარველები მეტეხის ხიდზე იქნება ინფორმაციას მოგვაწვდიან რა დროს და როგორ და მოგახსენებ რომ მომდევნო ესე იგი ხუთშაბათი უწევს თუ არ მეშლება დილით ხომ წირავთ და საღამოზე პარაკლისი ჩატარდება მეტეხის ხიდზე და კიდევ რაღაცეები რაც იქნება დაგეგმილი იმასაც გზადაგზა ძვირფასო ძმებო და დებო აუცილებლად მოგახსენებთ. გახარება და გამარჯვება არ მოგაკლოთ უფალმა. იცოცხლით.